ესე იგი ახალბედა ეკონომისტებს და მათთან გათანაბრებულ პირებს აქვს ერთი შიში, დეფლაციის შიში და ისინი ამბობენ ხოლმე, რომ აი, საიტყვია, რომ ფასები შეიძლება შეწირდეს და ფასები რომ შეწირდეს დაინგრევა ქვეყანაო. ამასაც აქვს ახსნა, ისტორიული ახსნა. სადაც არის, რომ არაფერი არ იციან, უბრალოდ როგორც წესი ამ ადამიანებს ერთი რაღაც საკითხული აქვთ. იმის იქით როგორც წესი არ მიდიან, მაგრამ ის საკითხული აქვთ, იმიტომ რომ მაკროეკონომიკის სახელმწიფოებში წერია ხოლმე ეგრეთ წოდებულ დეფლაციურ სპირალზე. რა არის დეფლაციური სპირალი? ესე იგი 30-იან წლებში ხდება ამერიკაში დიდი დეპრესია, თუ გაგიგიათ, სადაც ფასები ძალიან მკვეთრად ცირდებოდა და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა, კომპანიები გააკოტრდა და რა ხდებოდა? ფასები მცირდებოდა, ხელფასები ან არ მცირდებოდა, ან ნაკლები ტემპით მცირდებოდა, ამის გამო კომპანიები ზრალში გადიოდნენ, კომპანიები ზრალდებოდნენ, კოტრდებოდნენ და თუ კომპანია კოტრდებოდა, ადამიანებს სამსახური არ ჰქონდათ. თუ სამსახური არ ჰქონდათ, ნაკლებს ყიდულობდნენ, კომპანიებს უვარდებოდათ გაყიდვები, უვარდებოდათ მოგება, იზოლებული იყვნენ, კიდევ უფრო დაეწიათ ფასები, ამის გამო კიდევ უფრო ნაკლებ მოგებას ხედავდნენ, ან ზარალს უფრო მეტ ზარალი იყო, კოტრდებოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ამერიკის ეკონომიკა. მარტო ეს არის მიზეზი, მაგრამ ყოველგვარში ეს დეფლაციური სპირალი, რითაც აშინებენ ხოლმე ეკონომისტებს, ყოველგვარში ყველა იმ ახალბედა ეკონომისტს, რომელიც ამის იქეთ დიდად არაფერს არ წაიკითხავს და არ ეცოდინება მაგალითად ის, რომ დეფლაციური სპირალი ამერიკაში გამოწვეული იყო მთავრობის ქმედებებით და არ არის ეს საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი რამ. აი მარტივად რო წამოვიდგინოთ, ეს იყო ის პერიოდი, სადაც პროკავშირები აქტიურობენ, შრომითი კანონმდებლობა უფრო და უფრო ვითარდება, მეტი რეგულაცია შემოდის და მთავრობა ზრუნავს, რომ შრომითი კლასი არ დაზარალდეს, ამიტომ ამერიკის ადმინისტრაცია ძალიან დიდ წნეხი ჰქონდა კომპანიებზე, მათ შორის კანონმდებლობა იცვლებოდა იმ პერიოდში, რომ არ შეემცირებინათ ხელფასი. ანუ სინამდვილეში დეფლაციის თუ ზოგადად დეფლაცია არის ქვეყანაში და ეს ხანგრძლივია და ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი, დეფლაციასთან ადაპტაციის მექანიზმი არის ხელფასების ან ძალიან დაბალი ზრდის ტემპი, ან პირიქით შემცირება კიდეც. როგორც ინფლაციის დროს ჩვენ პირიქით ვხედავთ ხოლმე, როცა ხელფასები იზრდება. ოღონდ რა შეიძლება განსხვავება? ინფლაციის დროს დაზარალებული არის დასაქმებული, იმიტომ რომ თქვენ რა ვთქვათ 1000 ლარზე თუ შეთანხმდით, სანამ თქვენი ხელფასი გაიზრდება, გავა 1-2 წელი. ანუ სანამ ინფლაციაზე დაკორექტირდება, ზოგადად შეიძლება მეტიც გავიდეს. მთელი ეს პერიოდი ფაქტობრივად თქვენი ხელფასი მცირდება და მცირდება, ანუ მაგალითში სულ უფრო და ნაკლებ რაღაცას ყიდულობთ. ამიტომ რეალურად დამსაქმებლისთვის ინფლაციის პირობებში დამატებითი მოგება იმით, რომ ხელფასები უფრო და უფრო ნაკლებს უხდის, ანუ მისი კომპანიის პროდუქტის ფასი იზრდება, ხოლო ხელფასები არ იზრდება. ამიტომ მოგება იზრდება. ინფლაცია ამ კუთხით დამსაქმებლისთვის უფრო მონგებიანია, ხოლო დასაქმებულისთვის პირიქით არის დეფლაცია უფრო მონგებიანი, იმიტომ რომ თქვა ჩვენ თუ შედავდით 1000 ლარზე, დროთა განმავლობაში 1000 ლარი სულ უფრო და უფრო მეტ რაღაცას ყიდულობს, რეალურად ჩემი ხელფასი იზრდება, ხოლო კომპანიის გაყიდვების ფასი მცირდება. ამიტომ რაღაც მომენტში ხელფასი დაკორექტირდება დეფლაციაზე, ანუ შემცირდება, მაგრამ როგორც ის კორექტირდება ინფლაციაზე, რომ იგივე დონეზე იყოს, რაზეც ზოგადად დასაქმებული და დამსაქმებელი შედახდნენ, მაგრამ მთელი ეს პერიოდი დასაქმებული ხეირობს. ანუ დეფლაცია ზოგადად დასაქმებულისთვის უფრო სასარგებლოა, ხოლო ინფლაცია დამსაქმებლისთვის. მაგრამ თუ მთავრობა ჩაერია, ან პროკავშირები ჩაერდნენ და ხელფასის შემცირება გახდა შეუძლებელი, თანაშრომლების გაშვება გახდა შეუძლებელი, ბუნებრივია კომპანია საბოლოო ჯამში ზარალზე გავა და გაკოტრდება. ეს მოხდა ამერიკაში. და ზოგადად და დეფლაციაც, რომელიც ამერიკაში მოხდა, არ იყო ბუნებრივი, ის იყო ხელოვნურად გამოწვეული, იმით რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, ფედერალურ სარეზერვო სისტემამ ხელოვნურად გააკოტრა რამდენიმე ბანკი და ამან გამოიწვია ფულის მასის ძალიან მკვეთრი შემცირება. რასაც მერე მოყვა ფასების ძალიან მკვეთრი შემცირება. და ის რომ მთავრობის დამსახურება ამას ყველა აღიარებს. ანუ შეიძლება მაკროეკონომიკის პირველ ლექციებზე, პირველ კურსზე ეს არ მოუყვეს ლექტორმა სტუდენტს, მაგრამ არის ერთი ცნობილი ეკონომისტი, მილტონ ფრიდმანი, რომელმაც
ეს დაამტკიცა, ასე ვთქვათ, რომ ხელოვნურად იყოს გამოწვეული და მის დაბადების დღეზე 91 წლების ბოლოს ფედერალური საჯარო სისტემის ვიცე-პრეზიდენტმა ბენ ბერნანკემ, რომელიც მე პრეზიდენტიც გახდება, თქვა, რომ მადლობაო მისტერ ფრიდმან, თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ბრალი იყო დიდი დეპრესია და ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ მეტი ამ შეცდომას არ დაუშვებთო. ანუ საყოველთაოდ შედარებით ვთქვათ ფართო წრეში ეკონომისტების ცნობილია, რომ დიდი დეპრესია გამოწვეული იყო მთავრობის ჩარევით, არასწორი მონეტარული პოლიტიკით, მაღალი გადასახადებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რაც ცნობილია და ამიტომ საბოლოო ჯამში არანაირი დეფლაციური სპირალი სამყაროში არ არსებობს, თუ ის მთავრობა მას არ გამოიწვევს. მეტიც თუ ისტორია იცით, ინდუსტრიული რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში ფაქტობრივად ყველაზე სწრაფი განვითარების პერიოდი იყო დეფლაციის პერიოდი და არავის აზრად არ მოსდიოდა ეთქვა, რომ ფასები რომ ცირდება, ეს ცუდი არის. პირიქით, ზუსტად ამაში გამოიხატება ტექნოლოგიური განვითარება, რომ რაღაცები იაფდება, როგორც კომპიუტერი როცა იაფდება, ფაქტობრივად ტელევიზორი იაფდება, ანუ რომ შეხედოთ როგორი ტელევიზორები ქონდათ ჩვენ წინაპრებს, როგორი კომპიუტერები და ეხლა რა ტექნიკა გვაქვს და ეს თანაფარდობა დათვალოთ, მილიონჯერ გაიაფებულია ბევრი ტექნოლოგიური პროდუქტი. ამიტომ დეფლაცია ბუნებრივ ძალიან სწორი და კარგი ამბავია, მაგრამ ეკონომისტები ხშირად კითხულობენ ხოლმე მაკროეკონომიკის წიგნში დეფლაციურ სპირალი, არიციან რაზე იყო დაწერილი, რა ისტორიულ კონტექსტში იყო, ჩაუჯდებათ ეს რაღაც კოშმარი, რომელიც უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა შემცირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მერე დადიან და ასეთივე სუსტი ფსიქიკის ხალხს ატყუებენ, რომ თურმე და აშინებენ, რომ თუ დეფლაცია მოხდება, ხალხი გაღარიბდება. ეს რა თქმა უნდა ერთადერთი მიზეზია არის, რატომ ეშინია ხოლმე ეკონომისტებს დეფლაციის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული.